მოხდა ისე რომ უკვე ბერძნებსა და ლათინებს შორის აეც სიძულვილი ჩაისახა. აი კატასტროფული სიძულვილი. და ყველაფერი დაიწყო აი ამ რელიგიური განხეთქილების შედეგად. იგივე რელიგიური განხეთქილებები თქვათ სხვა ეკლესიებში ერთი და იგივე ეს აი ხორვატები, სერბები, ხო? მხოლოდ რელიგიური განსხვავება აქვს, მეტი კი არაფერი არ არის. სხვა ერი ხო არ არის, არა? და ამ დროს როგორი წინააღმდეგობა აქვს, დაპირისპირება აქვს ერთმანეთს. ეს რელიგიური განხეთქილება ძალიან მძიმეა და არ შუშტება. თითქმის არ შუშტება. ამიტომ ძალიან უნდა ვერიდოთ ცოტა მაგას თქმაც, რომ აი ახლა რაღაცა იწყება ჩვენთან, უნდა მოვერიდოთ, ვერაფერი ვერ იწყება, არავის არ იწყება, არის უკმაყოფილო სასულიერო პირი, რომელსაც პატრიარქმა შეუჩერა მღვდელმოქმედება. იქ ხშირად წერენ აი ეს გაზეთები თუ მედია რაღაცა საპატრიარქომ გაუჩერა ესე იგი მღვდელმოქმედება შეუჩერა მამა დოროთეს და არ შეუჩერებია საპატრიარქოს. უწმინდესის პირდაპირი ბრძანება იყო. კომისიაც კი არ დაიბარა, არამედ პირდაპირ ბრძანა, რომ 50-ე კანონის მოციქულთა დარღვევის გამო უნდა შეუჩერდეს მღვდელმოქმედება. ამიტომ ყოველთვის ხდება ნახეთ რას აკეთებენ ტექნოლოგია რა შვება რომ პატრიარქს ვეღარ ეხებიან იმიტომ რომ იმდენად ავტორიტეტი აქვს რომ ნუ წარმოუდგენელია ამიტომ აცალკევებენ საპატრიარქოს პატრიარქისგან ანუ ადმინისტრაცია საპატრიარქოს საზიზღარია მაგრამ პატრიარქია კარგი ამიტომ ეს ადმინისტრაცია საშინელებებს აკეთებს ხოლო პატრიარქი ყველაფერს კარგს აკეთებს და ამ განცალკევებით ხალხშიც ეს სიძულვილი ჩასახეს, რომ მათაც ესეთი წარმოგიდგენა აქვს, რომ აუ საპატრიარქო ეს ხო საშინელება, აი პატრიარქი კარგია, მე პატრიარქის მხარეს ვარ, მაგრამ ვინ აირჩია ის ხალხი 10 წლების განმავლობაში საპატრიარქოს მართველი ორგანო რო არის, ქორეპისკოპოსები, ვინ აირჩია? უკვე რა ვიცი, მე უკვე თეოდორე ალბათ 20 წელზე მეტია იქ არის. იქ მამა მიქაელ ბოტკოველი 25 წელია თუ უფრო მეტი დივანია უწმინდეს მოსაყდრე თავის ხელით დაწერა აი წარმოიდგინე რატო დაწერა თავის ხელით ჩვეულებრივად უბრძანებდა თქვათ დივანს დაუწერდა და ხელს მოაწერდა არა რო არ ყოფილიყო ეჭვი და რაღაცა ბევრი რაღაც იმიტომ რომ იცოდა მოსაყდრეობას შეიძლება მოყოლოდა ბევრი მithქმა მოთქმა იმიტომ რომ ეს მოსაყდრეები მანამდე ყავდათ კათალიკოსებს და სულ ყოველთვის დარტყმის ობიექტი იყო ხოლმე მოსაყდრე ვერაფერს ვერ უკეთებდნენ თქო კათალიკოს მაგრამ მოსაყდრეზე მიდიოდიოდნენ რა ამიტომაც თავისი ხელი დაწერა თუნდაც დააკვირდებით იმას ნახავთ რა რთულად აქვს დაწერილი რთულად რას გულისხმობ რომ უძლური იყო ფიზიკურად კათალიკოსი როცა ამას წერდა უჭირდა უკვე წერა ისეთ მდგომარეობაში იყო რა მაგრამ თავისი ხელით დაწერა